ეს წყალობის მისი მადლით კიდევ ერთხელ აგვასრულეთ სამხო ლიტურგია და გავხდით მონაწილე იმ დიდი, ასე ვთქვათ, საიდუმლოსი, რომლის წარმოდგენაც ჩვენი გონებისათვის შეუძლებელია, მაგრამ ხანდახან სხეული გვეხმარება მაშინ, რომ არ გტოვებს, ასე ვთქვათ, იმ საიდუმლოს წვდომის გზაზე, როდესაც ამ სხეულს განუშორებით და სამხო წიაღში ღმერთის სამეფოში, რომელზეც ასევე ეს არის საუბარი. მემსულს რამდენიმე აზრი გაგიზიარებ დღევანდელი სახარების შესახებ, რადგან პრაქტიკულად დღევანდელი სახარება ინფორმაციულად გაგრძელება იმ დღესასწაულისა, რომელიც ჩვენ წინა სამხო ლიტურგიაზე ვიზარდით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ნათლობის დღესასწაული. ვიდრე მე უშუალოდ ტექსტის განხილვაზე და შემდეგ ანალიზზე გადავიდოდე, სურს თავად წავიკითხო ეს რომ უფრო გასაგებია იყო ჩვენთვის. სახარება მათესი, თავი მეოთხე, მუხლები 12 ჩვენი. გაიგო იესომ, რომ იოანე გაცემულია და წავიდა გალილეას. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას, მდებარე კაპერნაუმში, ზებულონისა და ნეფთალემის საზღვრებში. რათა აღესრულოს ნათქვამი ესაიას წინასწარმეტყველისა, რომელიც ამბობს: ზაბულონის მიწა და ნეფთალემის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანის გავლით, წარმართთა გალილეა. ხალხმა, რომელიც ხმელში ისხდა, იხილა დიდი ნათელი. ჩრდილის ქვეყანაში მსგავ ნათელი ამოუწინდათ. იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: შეინანეთ, მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველზე. ეს არის ის თანამედროვე ენაზე გადმოცემული შინაარსი, რომელიც დღეს წირვაზე წავიკითხეთ. მე როდესაც დავიწყე ამ ტექსტის წაკითხვა და შემდეგ დაფიქრება იმაზე, თუ რა შემეძლო დღეს თქვენთვის განაზიარებით და ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ რაღაცას ერთგვარი ისტორიული თხრობა არის მასწავლებლის ბიოგრაფიიდან და რა უნდა იყოს აქ-ისეთი, რაც ჩვენთვის პიროვნულად დღეს 21 საუკუნეში აი ამ ადგილას საინტერესო და მიმზიდველი და შემდეგ გასათვალისწინებელი იყოს. თუმცა ადამიანი რაც უფრო სიღრმისეულად შედის წმინდა წერილის კითხვაში, რაც უფრო დროს უთმობს წმინდა წერილს, იმდენად ასე ვთქვათ, ნაყოფიერი ხდება შინაარსი პიროვნების ცნობიერებაში, რაც მეტად დიდ დროს ვატარებ მასთან ფიქრში, მედიტაციაში, ასე ვთქვათ, უფრო მეტად იხსნება, ასე ვთქვათ, ის საიდუმლო, რომელსაც ერთი საკითხით ლიტურგიულად, ასე ვთქვათ, რომ ვისმენთ და გავდივართ, ვერ მივიღებთ. ამიტომ ყოველთვის სასურველია და გვირჩევენ ამას ეკლესიის მასწავლებლები, მამები, რომ წმინდა წერილი ჩვენი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი თანამგზავრი უნდა იყოს მუდამ. ისტორიული თვალსაზრისით საქმე გვაქვს ასირიელების მიერ ამ ადგილების დაპყრობასთან, კერძოდ ამ კაპერნაუმის და ზაბულონის და ნეფთალემის ადგილებთან, რომელიც დაახლოებით 722 წელს ქრისტეს შობამდე მოხდა. რა გამოიწვია? ამ მომენტმა გამოიწვია პირველად ებრაელი ხალხის ისტორიაში წარმართების მიერ შემოსვლა და წარმართული, ასე ვთქვათ, წესშეულებების დამკვიდრება იუდაური, ასე ვთქვათ, ებრაული ტრადიციის ხალხში. და პირველად ამ ადგილებში მოხდა წვეტა, ასე ვთქვათ, იუდაური ჯულის არსებობის ხალხის ცნობიერებაში. ანუ წარმართულობა შემოვიდა, ასე ვთქვათ, იუდაურ კონტექსტში, იუდაურ ტრადიციაში. და მას ხო არის, როდესაც გამოდის საქადაგება, პირველი მიდის იქ, სადაც მოხდა წვეტა მესა და ადამიანის შორის და იქ იწყებს ის თავის მოღვაწეობას. ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის ჩვენთვისაც, რომ ვიწყებთ იქ, სადაც ჩერდება რაღაც და ვაგრძელებთ ასე. ამიტომაც ისევე როგორც იოანეს მომენტი, როდესაც ჩვენ აქ წავიკითხეთ მე-12 მულში, რომ იოანე საფრობილეშია და მას ხო არის ამ დროს გადაგებას იწყებს. წმინდა ნეტარი ერონიმი ამბობს ასტრამის, რომ უნდა დასრულებულიყო ერთი და დაწყებულიყო მეორე. შეუძლებელია ორ ბატონს ემსახურო, ორ უფალს ემსახურო, ამაზე თავად უფალი საუბრობს. ამიტომაც ძველი აღთქმის რჯული არა მხოლოდ იოანე წინასწარმეტყველი არის ციხეში, არამედ დასრულდა ძველი აღთქმის რჯულის ფუნქციონირება, უпроსტად ის აღსრულდა, გადავიდა მაცხოვრის მოღვაწეობაში და წმინდა წერილის ცნობიერებაში, ახალი აღთქმის წიგნებში
მაგრამ რაღაც ერთგვარი ასე შედარებითი თვალსაზრისით ხდება ასე თქვა თავად ასევე რჯულის დაპატიმრება, რჯულის ციხეში მოქცევა და ახალი ასე თქვა ხედვის, ახალი ცნობიერების შემოსვა უშუალოდ მაცხოვრის მიერ წმინდა სახარებების სახით. ანუ თავდება ერთი და იწყება მეორე. ამით კი ჩვენ ხედავთ იმას, რომ ჩვენ ცხოვრებაში თუ რამ უნდა დაიწყოს ახალი, მნიშვნელოვანი არის, რომ ასე ვთქვათ, დასრულდეს ყველაფერი ის რაღაც მანამდე არ არსებობს ნახევრად ურთიერთობა წარსულთან და დაიწყო ახალი ცხოვრება. როგორც აი სიყვარულის შემთხვევაში, როდესაც მაგათი მემყავდა შეყვარებული, შეუძლებელია თუნდაც დავასრულო მასთან ურთიერთობა, იქ ყველაფერი უნდა დასრულდეს. არანაირი ბმა, არანაირი მიმოწერა, არანაირი კონტაქტი, რადგან ეს მერე თან ყვება, ასე ვთქვათ, შემდგომ იმ ახალ ეტაპზე, რომელსაც შეუდგები ადამიანი. ამიტომაც აქ ხედავთ იმას, რომ სრულად თავდება ერთი და სრულად იწყება ასე ვთქვათ მეორე. სრულად ახალი ასე ვთქვათ, ესეც ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენს ცხოვრებაში, სადაც ვთქვით, რომ დავიწყოთ რაღაც ახალი ცხოვრების წესი, ან ცხოვრება უფალში თუ სამსახურში და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანი არის, რომ ძველი ასე ვთქვათ, იქნას სწორად გადაფასებული, შეფასებული, თუ მას არ დავიწყებს, მინიმუმ მასთან არ უნდა გქონდეს არსობრივი ბმა. გარდა ამისა, მათემატიკარები გვაჩვენებს, რომ მაცხოვრის წარმართებში შესვლა ნიშნავს იმას, რომ ის უწყება ისწავლება, რაც მან მოიტანა, ეს არა მხოლოდ თავისი ერის ხალხისთვის იყო, ებრაელებისთვის იყო, არამედ ეს იყო ყველასთვის, მათ შორის წარმართებისთვის. ანუ მაცხოვარმა ჩვენ დაგვიტოვა უნივერსალური სწავლება, უნივერსალური ხედვა და არა რაღაც ეთნიკური, არა რაღაც ნაციონალური, არა რაღაც ჯგუფური კასტის ასე ვთქვათ მიხედვით, არამედ ეს არის ყველასი. ეს არის ქართველის, ეს არის სომეხის, ეს არის რუსის, ეს არის გერმანელის, ავსტრიელის და ასე შემდეგ. არ არსებობს ღმერთში ეროვნული ასე ვთქვათ იდენტობა. ეროვნულობა ჩვენ გვეხმარება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ვართ არსებები, ისტორიაში დაბადებული და კონკრეტულად ადგილას გაზრდილი, მაგრამ ამავდროულად მოწოდებული წმინდა ნათლობის გზით, რომ ვართ ახალი ერის ასე ვთქვათ შვილები. აი ამ მომენტს აჩვენებს ასევე უფალი თავისი ამ გამოსვლით და უშუალოდ მოქმედებით. და მისი ბოლო, ასე ვთქვათ, სიტყვა, ბოლო მოწოდება, უბრალოდ მისი პირველი სიტყვა, რომელთაც იზისყებს თავის მოღვაწეობას, არის რა? შეინანეთ. ანუ მოექეცით, რადგან ახლოს არის ღვთის დასახვევად. ეს რას ნიშნავს? ქართულში მოექეცით, შეინანეთ. ბერძნულში ეს სიტყვა არის მეტანოია, მეტანოი ნიშნავს, ასე ვთქვათ, შესწავლეთ ცნობიერება. გერმანულში არის umdenken ნიშნავს, რომ რაღაც უნდა ჩვენი ცნობიერების, ჩვენი ხედვის, ჩვენი ფიქრის მოძრაობა უნდა შეიცვალოს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ სირიულში უფრო მკაცრია ეს სიტყვა და გვეუბნება არა მხოლოდ ცნობიერების შეცვლას, არამედ გვეუბნება ასევე ფიზიკური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ორიენტირის აღებას, ფიზიკურად შემოbrunებას, შემოტრიალებას, შეტრიალებას, ასე ვთქვათ, რაღაცისკენ რა არის ეს რაღაც. ამას უკანვერი ფინალზადში ამბობს, რომ ეს არის ღვთის სასუფეველი, ღმერთის სამეფო, სადაც თქვენ ჩაფიქრებული იყავით, სადაც ადამიანი იყო ჩაფიქრებული. მაგრამ იმის გამო, რომ მანის თავისუფალი შექმნა, ამ თავისუფლებამ ჩვენ ეს დაგვიტოვა მე ეს მემკვიდრეობა, რომ ნაყოფსაც დღემდე ვიმკითხო, მაგრამ მაინც თავისუფლება, რადგან ღვთის ხატად ვარ შექმნილი და არა მარიონეტები. ღმერთი არ არის მარიონეტი, ეს არის თავისუფლება. ამიტომაც შექმნა ჩვენ თავისუფლები და ამ თავისუფლებით არუჩიეთ ეს გზა, რომელსაც შემდეგ ასე ვთქვათ, რომელიც ბოლოს მაინც მაცხოვარმა გამოისწრა, რადგან ის არის თავად გზა. და შეტრიალება ხდება სწორედ არა ცნობიერებით, არამედ ასევე ფიზიკური. და სად გვახსენდება ჩვენ ეს ახლა აღგვიმის მართლა რომ დაიწყება, იქ ნახავთ თქვენ ერთ-ერთ კვირას, არის ასე ვთქვათ, უძღებიშვილის კვირა. უძღებიშვილში ჩვენ ყველა ვიგულისხმებთ, ხო, ნებისმიერი ადამიანი, კაცობრიობა, ადამიანი ზოგადად ვიგულისხმება, რომ უძღებიშვილი, რომელსაც გაფრანგა მთელი მამის ქონება, ის რაღაც მომენტში, როცა უკვე კრიზისში შედის, არა მხოლოდ იაზრებს თავის ასე ვთქვათ, სისულელეს, არამედ ასევე ფიზიკურ მოძრაობას იწყებს, ის უბრუნდება მამის სახლს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენ ცხოვრებაში, ყველა დავფიქრდებით ამაზე, რომ რაღაც გამონათება ხდება, რაღაც ვიაზრებთ. მაგრამ სუსტები ვართ, რომ აი ნაბიჯი გადავიდეთ. და სისრულეში მოვიყვანოთ ის, რაც მოგვეცა საჩუქრად გონებაში, რომ აი რაღაც ლიხტ არის, მაგრამ ვეღარ ვუბრუნდები, რადგან სხეული არ მოყვება, ხო, შენი საშუალები არ მოყვება. და უფალი აქ ბოლოს, უბრალოდ თავში თავის მოღვაწეობის, მაგრამ დღევანდელი სახარების ბოლო მუხში ამბობს, რომ შეინანეთ, მოექეცით, ანუ შეცვალეთ თქვენი ცნობიერება, თქვენი ხედვა და დაუბრუნდეთ იმას, სადაც ხართ ნაფიქრი. და იქ აღმოაჩენთ თქვენ სიცოცხლეს, იქ აღმოაჩენთ თქვენ ახალ რეალობას, სიხარულს. ის რომ ჩვენ სიხარულს ვერ განვიცდით და ვამბობთ ღმერთო სათხარ, ეს არ არის ღმერთის ბრალი, არამედ ჩვენი გადაწყვეტილებების, ჩვენი სიმძიმეების, ჩვენი არჩევანი, ჩვენი სისუსის ბრალია.
ეს არის რაც სურს უყავს დღეს რომ გაგვეტანოს რომ წავალთ აქედან რომ სად ვარნე, სად გავარნე და საერთოდ უნდა მოხდეს ჩემი ასე ვთქვათ ცნობიერების ცვლილება და საით უნდა წავიდე მე. ნებისმიერ ჩვენგანს ვინც აქ ვართ, აქვს თავისი პირადი ასე ვთქვათ კაპერნაუმი, თავისი პირადი გალილეა, თავისი პირადი წარმართული რაღაც. ან ერი რომელიც ბნელში იყო, ხო ეს ფინსტერნის რაც არის, ეს ყველა ჩვენგანშია არ არსებობს ადამიანი. მას პოზიცია და სტატუსი არ თავისუფლებს იმისგან რომ მასში არ იყოს კაპერნაუმი, მასში არ იყოს გალილეა, მასში არ იყოს წარმართი. ამიტომ დღეს უნდა წავიღოთ ეს ფიქრი თუ რა არის ჩემში ის, რაც ასე ვთქვათ მტოვებს ამ სიბნელის შვილობაში და იმ სინათლის ასე ვთქვათ წევრს ვერ მხდის. აი ეს არის რაც უნდა წავიღოთ აუცილებლად. თუ ჩვენ ვიფიქროთ პიროვნულად მრავალი რამ არსებობს, თუ ვიფიქრებთ სამეურნეობის დონეზე კიდევ მრავალი რამ არსებობს, ეროვნულობის დონეზე კიდევ მრავალი რამ არსებობს. ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს რაც ჩვენ ერთად უნდა გადავდაყოთ არის ახალი წარმართობა ეკლესიაში. ჩვენ ვართ ნათელღებული ერი და ეს ნათლისღება იმდენად დიდია რომ შენს ეთნიკურ ასე ვთქვათ მონაცემს აბიჯებს დღეს წინ მიდის. ის რომ ქართველი ხარ კი არ არის გადამწყვეტი როცა ინათლებ. არამედ უკვე ღმერთის სამეფო შვილი ხარ. ამ დიდი ეკლესიის ასე ვთქვათ შვილი ხარ, სადაც ეროვნულები არსებობს, მაგრამ ისინი არ არიან უმაღლესი პრინციპები. უმაღლესი პრინციპი არის ნათლობის საიდუმლო და სამების სახელი. ეს არის ჩვენი მთავარი. სამწუხაროდ დროთა განმავლობაში რა ხდება? შემოდის ისტორიულად მრავალი ელემენტი ისეთი, რაც არის წარმართული, რაც კაპერნაუმული ასე. რაც ჩვენს ქართულ კონტექსტში შორის საუბრობთ, გაცისა გაიარეს და რა ვიცი, ზოროასტრის და ასე შემდეგ ელემენტები არის, კულტმსახურება, ცეცხლსახურება და მრავალი სხვა. აი ეს არის ის, რაც ხუნძლავს, რაც ამძიმებს ასე ვთქვათ იმ ნათლობის ემბას, რომელსაც იმ ნათელ ასე ვთქვათ წყალს, წმინდა წყალს, რომელსაც ჩვენ მოვინახეთ, რომელიც წინაპირას ვიზეიმით. აი ჩვენ აქედან ამოვიდეთ, აქედან უნდა მოვეცეთ. შეუძლებელია შენ იყო ამაყი შენი წინაპრებით. კონკრეტულად არ აიღო პასუხისმგებლობა იმოცემულ შემთხვევაში, სადაც შენ დღეს პასუხისმგებლობა გაქვს. როგორც სასულიერო პირს, როგორც იერარქს, როგორც პოლიტიკოსს. შეუძლებელია მხოლოდ წარსული საქმეებითი ამაყო და დღევანდელობაში შენ სიბნელის შვილი იყო, რა პრაქტიკულად ამას თვალს ვერ უსწორებდე. და ამ ყოველში ჩვენ ვერ დავრჩებით. შეუძლებელია და არ არსებობს რომ აქ გამოსავალი არ იყოს მოძებნილი. ამიტომ ამის წაკითხვა, ამის ქადაგება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამზე ორიენტირებული. რომ ჩვენ თავად ის ქადაგებთ ასევე გავიაზროთ ის რომ არა მხოლოდ ჩვენი წმინდა შუშანიკის, ქეთევანდელობის და სხვების უნდა ვიყოთ ამაყები, არამედ ჩვენ თავად უნდა ვიქცეთ წმინდა შუშანიკა, წმინდა ქეთევანდელობა, დავით ამაშენებდა. ჩვენ თუ არ ვიქცევთ, ჩვენ თუ არ გავითამაშებთ ასე ვთქვათ იმას, რაც წმინდა აქვს, მაშინ მხოლოდ სიამაყეში აღუდგება სული და ეს არაფერს არ მოიტანს გარდა იმ ტყვეობაში დაბრუნებას, საიდანაც უფალს სურს ჩვენი გამოყვანა. იმას ძალიან სურს ეს. ის ხედავს როგორ ვიტანჯებით ამ რაღაც დროთა განმავლობაში კულტურული და ისტორიული რაღაც წარმართობით ახუნძვრული ელემენტები, როგორ ვიტანჯება ერიც თუნდაც, როგორ ვიტანჯება ეკლესია. ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება ამ ყველაფრისგან. და თავისუფლება არის მხოლოდ ღმერთში, რომელიც არის ჭეშმარიტება, რომელიც არის სინათლე. და ეს შემოbrunება შუქის ახალ ასე ვთქვათ იმედს და ახალ რეალობას. როგორც უძღებში საჩუქრა, ახალი რეალობა როცა ის დაბრუნდა. ის როგორც წარმოვიდგენდა ამას. ნებისმიერ ჩვენგან როგორც წარმოვიდგენთ, მაგრამ ჩვენში არსებობს ძალა. ეს არის საერთო ენერგია. ჩვენ ვართ ღმერთის ქმნილება, რომელიც თავის ხაზად და მსგავსად ვადებს ადამიანს. ეს ხომ მხოლოდ რაღაც ლიტერატურა არ არის, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ლექსი, ხო? ეს არის პრაქტიკიდან ამოზრდილი, ასე ვთქვათ. ქრისტიანობა არ არის წიგნის რელიგია. ეს არის გამოცდილების რელიგია, ეს არის ღმერთთან ურთიერთობის შეხვედრის რელიგია. ეს არის ის, რაც უნდა ასევე გავიაზროთ ჩვენ. ეს ხდება ორი დიდი რამის სინთეზში. ერთი ის, რომ სწავლება ვიცოდეთ თუ რა დატოვეთ ეკლესიამ, ეს სწავლება განმანათლებს და მეორეა საიდუმლოებრივი ცხოვრება, რომელთაც ცხოვრობთ, ეს ჩვენ გამახსენებს. ან ესე იგი სწავლებითი განათლება და საკრამენტული ან საიდუმლოებრივი ცხოვრება ეკლესიაში, რომელიც გამახსენებს. ამ ორი შეხვედრა ქმნის უკვე ახალ ასაკად სინათლეს. ეს ის სინათლე, რომელიც უქმნელია, რომელიც სადაც ხმები გველოდება ჩვენ. ეხლა ჩვენზე დამოკიდებული აღარ რაც შევცეთ ჩვენ ცხოვრებაში და ისე რომ გავართ ფანტაზიიდან და სად დავიწყეთ ახლა სად არის ჩემში კაპერნაუმი არის ჩემი კაპერნაუმი ხარაგაული თაისი კახეთია ის თავარი თუ ის სამეფო საიდგინეს მერტი მოვიწოდებს მოეკეცეთ მოტრიალეთ ამ ასე ვთქვათ რაღაც სხვადასხვა ქალაქიდან და შემოვიდეთ ისეთი სადაც დაფიქრეთ ეს სულ ეს ეკლესიას მომკითხავს და წავიდეთ ეს
მივხვდეთ, ჩავხდეთ იმ სწორ ხედვას, რაც ეკლესია გვიტოვებს და უფრო თავისუფლები ვიქნებით. და აღარ გამიჭირდება რაღაც პასუხებზე მუშაობა და კითხვებზე პასუხების გაცემა. ეს არის ის, რაც სურდა მე თქვა. მამა ილიამ